ხელოვნების სასახლე ოთარ მეგრელიძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვრის ნამუშევრები უკვე წლებია საერთაშორისო სივრცეშია წარმოდგენილი ფინეთში, იუგოსლავიაში, კარლსრუეში, მოსკოვში, ბაქოში, ერევანში. 1994 წელს კი მისმა ტილომ თავად ვან გოგის მზესუმზირების მფლობელის იაპონელი კოლექციონერის ყურადღებაც მიიპყრო. გარდა ფერწერისა, ოთარ მეგრელიძე კალიგრაფიაშიც გამორჩეული სტილით გამოირჩევა, მის მიერ გადაწერილი ხელნაწერი წიგნი, ეს არის ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა, დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ სამეფო ბიბლიოთეკაში. 2023-24 წლებში მას უკვე გამოცემული აქვს ხელნაწერები ფსალმუნი და ძველი პატერიკი და უკვე, როგორც გითხარით, გამოფენა, რომელიც ხელოვნების სასახლეში მიმდინარეობს, დაგვაყენებს ფორმის, ფერისა და ქართული იდენტობის გადაკვეთის წერტილზე. გამოფენა გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში, უпростоრად 10 თვის განმავლობაში 30 ივნისამდე და დასწრება გუშინ თავისუფალი იყო, ახლა კი ვისაც გსურთ ამ გამოფენის დათვალიერება ხელოვნების სასახლეში უნდა მობრძანდეთ. სხვა დეტალებს ლუკა ვადაჭყორიას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შევიტყობთ. ოთარ მეგრელიძე, მხატვარი, კალიგრაფი, ილუსტრატორი, რომლის ხელწერა არ გავს სხვას. ქართულ მოტივებზე შექმნილი ფიგურები, წარსულისა და თანამედროვე კულტურის სინთეზი. ეს ის ხასიათებია, რაც მის ნამუშევრებს ათწლეულებია გამოარჩევს. ხელოვნების სასახლე ოთარ მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვნების სასახლეში გაიხსნა ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია მისი ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრები, 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო და ორიგინალური გრაფიკოსია ბატონი ოთარი, შესანიშნავი ნამუშევრები აქვს წარმოდგენილი. ვფიქრობ, დამთვალიერებლის დიდ ინტერესს გამოიწვევს და ბევრი სტუმარი გვეყოლება. ოთარ მეგრელიძის პირველი პერსონალური გამოფენა 1991 წელს გაიმართა. მას შემდეგ მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია გამოფენილი. ილუსტრირებული აქვს საბავშვო წიგნები, შექმნილი აქვს უნიკალური ხელნაწერები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი, ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, დღეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. ჩემი პერსონალური გამოფენა ამ სასახლეში უკვე მესამედ არის. წარმოდგენილი მაქვს ბოლო 2-3 წლის ნამუშევრები, ძირითადად არის შესრულებული უპაუზ ქსოვილები და კალიგრაფიული ახალი ნამუშევრები კალიგრაფიის სახით. და გეხარია, რომ ამდენი ხალხი მოვიდა და დააფასა ჩემი ნამუშევრები. მისთვის დამახასიათებელია ქართული სახე, ჩაცმულობა, რიტუალი. ფერთა გამაც კი საქართველოს რეგიონებს უკავშირდება. გამორჩეულად იყენებს ქართულ ანბანს როგორც ვიზუალურ და ესთეტიკურ ელემენტს. ძალიან სასიამოვნო გამოფენა ოთარ მეგრელიძე როგორც მხატვარი და ძალიან საინტერესო მხატვარი თავისი მნიშვნელოვანი აქცენტებით მხატვრობაში, თავისი აზროვნების სტილით, ქართული სიუჟეტებით, ქართული აზროვნებით, თუმცა ამავდროულად მის ნამუშევრებში ახლა ერთი როგორც გადავავლე თვალი გამოფენაზე აღმოსავლური თემატიკაც არის შემოტანილი ძალიან საინტერესოდ და მისი აზროვნების სტილს კიდევ უფრო აფართოვებს. ხედავ რომ მისი ნამუშევრებში ასევე მითოლოგიასთან, ასევე ანდაზებთან, ქართულ ზეპირსიტყვიერებასთან კავშირია ღრმა და ეს კიდევ უფრო ხაზს უსვავს მის ინტელექტუალურ აზროვნებას. ოთარ მეგრელიძე დღესაც აგრძელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მისი თითოეული ნამუშევარი ერთგვარი გზავნილია იმის შესახებ, რომ დიდ ნიჭს ეროვნულზე დაფუძნებული თანამედროვე ხელოვნების შექმნა შეუძლია.